ყველაზე წარმატებული ქართველი ჰოლივუდში ვიზუალური ეფექტების სპეციალისტი, რომლის ნამუშევარმაც ოსკარი დაიმსახურა. მისი შექმნილია მარველის ფილმები, კარიბის ზღვის მეკობრეები, მატრიცა და ათეულობით სხვა ბლოკბასტერი და მისი სახელია ვალერი ხარიტონაშვილი. ის საქართველოში დაიბადა, ჯერ კიდევ სკოლაში სწავლისას ანიმაციური პერსონაჟების ხატვამ გაიტაცა. გამუდმებით პატარ-პატარა ჩანახატებს აკეთებდა და ოცნებობდა როგორმე აემოძრავებინა ისინი. ერთხელაც დედამ თბილისის კინოსტუდიაში მიიყვანა, სადაც ისწავლა კიდეც ნახატების ამოძრავება. სკოლის დამთავრების შემდეგ კი სამხატვრო აკადემიაში ჩააბარა. სამწუხაროდ მისი სტუდენტობის პერიოდი სამოქალაქო ომს, აფხაზეთსა და სამაჩაბლოში გაჩაღებულ ომებსა და საბჭოთა კავშირის ნანგრევებში მოყოლილი საქართველოს ეკონომიკურ კოლაფსს დაემთხვა. კინოსა თუ ანიმაციის განვითარებისთვის იმ დროს არავის ეცალა. ადამიანები თბილისსა თუ რეგიონებში უშუქობის, უგაზობის, უწყლობის და სხვა ყოფითი პრობლემების მოგვარებას ცდილობდნენ. ასე რომ ვალერი ხარიტონაშვილს სულ მალე სამშობლოს დატოვება და ემიგრაციაში წასვლა მოუწია. ამერიკის შეერთებულ შტატებში სულ რაღაც $50 ჩასულმა ქართველმა ბიჭმა წარმატებისკენ საკმაოდ რთული გზა გაიარა. თუმცა თავად როგორც იხსენებს, ის პერიოდი ამავდროულად ყველაზე საინტერესოც იყო. სახალისო აღმოჩნდა ანიმაციის შესაქმნელად კომპიუტერული პროგრამების გამოყენების სწავლაც. მით უმეტეს, რომ იმ დროს ინტერნეტი ჯერ არ იყო განვითარებული. შესაბამისად, გაკვეთილების ან თუნდაც ინფორმაციის მოძიება თითქმის შეუძლებელი იყო. ამ სფეროს შესახებ 1-2 წიგნი თუ იშოვებოდა და ისიც ინგლისურად. მან კი იმ დროს არც ინგლისური იცოდა და არც კომპიუტერის გამოყენება. თავდაპირველად ვაშინგტონში ცხოვრობდა, როდესაც სამგანზომილებიანი გამოსახურების შექმნა ისწავლა, კალიფორნიაში მიიწვიეს, სადაც კომპანია ბოინგისთვის მუშაობდა და თვითმფრინავებისა და სამხედრო აღჭურვილობის თემაზე ვიდეო რგოლებს ამზადებდა. როდესაც უკვე დონე აიმაღლა, კინოშიც დაიწყო მუშაობა. თავიდან 2D ანიმაციას, მულტიპლიკაციას ვაკეთებდი და მე 3D ანიმაცია ვისწავლე და რაღაც ნამუშევრები მქონდა, გავაგზავნე ჰოლივუდში, მოეწონათ და მე გადაიყარეს ყველაფრის თანხმობა, ჩავედი ჰოლივუდში. სულ მგონი რაღაც 8 თუ 5 სადღაც დიდი კომპანია და ყველასთან მითანამშრომლია. ზოგჯერ ვარჩევ ხოლმე რომელი ფილმი იქნება სავარაუდოდ უფრო დიდი და ისეთი დიდ ბუჯეტიანი და იმაზე ვმუშაობ ხოლმე. ჯერ კიდევ 1996 წელს უბრალო ანიმატორად სცადა ბედი ბრიტანულ მულტსერიალში პერსი, პარკის მცველი, რომელსაც ოსკაროსანი მსახიობი ჯიმ ბროუდბენტი ახმოვანებდა. 2003 წელს რეჟისორ ჯონ კაბრერას დაეხმარა მოკლემეტრაჟიანი ფილმის შექმნაში სახელწოდებით კაცი, რომელმაც მთვარე გამოიგონა, სადაც მთავარ როლს გალაქტიკის მცველების ვარსკვლავი შონ განი თამაშობდა. პირველი დიდი პროექტი, რომელზეც ვალერი ხარიტონაშვილმა ჰოლივუდში იმუშავა, როლანდ ემერიხის დღე ხვალის შემდეგ იყო. სტუდია 20th Century Fox-ის მსხვილბიუჯეტიანი ბლოკბასტერი, რომელმაც 2004 წელს კინოგაქირავებაში $553 მილიონი მოაგროვა. ამას მოჰყვა დაგ ლაიმანის მისტერ და მისის სმიტები, ბრედ პიტისა და ანჯელინა ჯოლის შეუდარებელი ეკრანული დუეტით და ჯონ ფავროს ფანტასტიკას ზათურა, კოსმოსური თავგადასავალი. ორივე ფილმი ეკრანებზე 2005 წელს გამოვიდა. 2006 წელს კი ვიზუალური ეფექტების ქართველმა სპეციალისტმა სტუდია New Line Cinemas გახმაურებული საშინელებათა ფილმის დანიშნულების ადგილის მესამე ნაწილზე და ოსკაროსანი რეჟისორის ადამ მაკკეის კომედიაზე რიკი ბობის ბალადაზე იმუშავა. 2007 წელი ვალერი ხარიტონაშვილის კარიერაში ალბათ ყველაზე წარმატებული გამოდგა. მან ჯერ DreamWorks-ის ცნობილი ანიმაციური ფილმის შრეკის მესამე სერიის შექმნაში მიიღო მონაწილეობა. შემდეგ კარიბის ზღვის მეკობრეებისა და კერკეტი კაკალის ახალი ფილმების ტექნიკურ უზრუნველყოფას ხელმძღვანელობდა. ბოლოს კი უილ სმითის მონაწილეობით გადაღებული აპოკალიპტური ბლოკბასტერი მე ვარ ლეგენდა შექმნა. რასაც 2008 წელს უილ სმითის კიდევ ერთი მეგა-ჰიტი ჰენკოკი, ძმები ვაჩოვსკების სპიდ რეისერი და ლეგენდარული ამერიკელი რეჟისორის რიდლი სკოტის ჯაშუშური თრილერი სიცრუის ერთობლიობა მოჰყვა ლეონარდო დიკაპრიოსა და რასელ კროუს მონაწილეობით. 2009 წელს ის ჯერ DC Comics-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ეკრანიზაციის დარაჯების პოსტ-პროდაქშენზე მიიწვიეს. შემდეგ დომინიკ სენას მისტიკაზე იმუშავა სახელწოდებით თეთრი წვდიადი, სადაც მთავარ როლს კეით ბეკინსეილი თამაშობდა. ბოლოს კი კვლავ დღე ხვალის შემდეგის შემქმნელს როლანდ ემერიხს დაუბრუნდა და მისი კიდევ ერთი მსხვილბიუჯეტიანი ბლოკბასტერისთვის 2012-ისთვის შექმნა სამგანზომილებიანი კომპიუტერული გრაფიკა. რასაც 2011 წელს DC Comics-ისა და რაიან რეინოლდსის ერთ-ერთი ყველაზე წარუმატებელი ფილმი წვანე ლამპარი და მარველის ენდრიუ გარფილდისეული ადამიანი ობობა მოჰყვა.
და დადგა 2012 წელი ქართველი ვიზუალური ეფექტების სპეციალისტის კარიერის პიკი. როდესაც 3 წლიანი დაუღალავი შრომა ცნობილი რეჟისორის ენგლის სურათზე პის ცხოვრება ამერიკის კინოხელოვნების აკადემიამ სათანადოდ დააფასა და საუკეთესო ვიზუალური ეფექტებისთვის ოსკარით დააჯილდოვა. ეგ ფილმი გადაიღეს იმაში ბასეინში გადაიღეს მართლა ის კი არ არის და ვებხვი და ეხლა მართლა რომ დაესვათ ვებხვი და ის ბიჭებს ვებხვი არ შეჭამდა იმ ბიჭს და ოკეანეში ვერ გააკეთებდნენ განათებას და როგორც უნდა ოკეანო ეხლა გადაიღეს ბასეინში და მე ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ ეს წყალი და ეს ყველაფერი ვებხვი და ყველაფერი სტუდიოში უკვე კომპიუტერში შექმნილი. სანუკვარი ოქროს ქანდაკება ჯგუფის ხელმძღვანელებს, ბილ ვესტენჰოფერს, გიომ როშერონს, ერიკ დებოერსა და დონალდ ელიოტს გადაეცათ. თუმცა ის ვიზუალურ ეფექტებზე მომუშავე მთელ შემოქმედებით ჯგუფს თანაბრად ეკუთვნოდა. მათ შორის ვალერი ხარიტონაშვილს, რომლის შემდეგი პროექტი არც მეტი არც ნაკლები თორი, ბნელი სამყარო აღმოჩნდა. მოჩვენებითი პატრული ალბათ ამ უცნაური სახელწოდებისა და უცნაური სიუჟეტის მქონე ფილმის შესახებ ბევრს არ სმენია, მაგრამ მასში ჯეფ ბრიჯესი და რაიან რეინოლდსი თამაშობდნენ და ვიზუალური ეფექტები აქაც ქართველი სპეციალისტის მიერ იყო შექმნილი. ამას კი დუეინ ჯონსონის მონაწილეობით გადაღებული ისეთი ბლოკბასტერები მოყვა, როგორებიცაა ჰერკულესი და წითელი ცირკულარი. ეს უკანასკნელი სხვათა შორის არც თუ ისე დიდი ხნის წინ 2021 წელს გამოვიდა Netflix-ზე. იმავე წელს ვალერი ხარიტონაშვილმა კიდევ 2 ბლოკბასტერზე იმუშავა. ესენია სტუდია მარველის ახალი ადამიანი ობობა სახლისკენ გზა არ არის და ძმები ვაჩოვსკების საკულტო ფილმის მატრიცას მეოთხე ნაწილი. კვლავაც კიანუ რივზისა და კერიან მოსის მონაწილეობით. ბოლო წლებში ქართველ სპეციალისტს სულ უფრო ხშირად უწევს მარველთან თანამშრომლობა. სწორედ მისი შექმნილია ვიზუალური ეფექტები დოქტორი სტრეინჯის მულტივერსისთვის და სერიალისთვის მთვარის რაინდი. თუმცა არც DC Comics ირჩება უყურადღებოდ. ჯონ სენას მონაწილეობით გადაღებული მშვიდობის მყოფელი მისი უშუალო ჩართულობით შეიქმნა. ერთ-ერთი უკანასკნელი დიდი ჰოლივუდური პროექტი, რომლის ვიზუალური ეფექტებიც ვალერი ხარიტონაშვილის მრავალწლიანი შრომის ნაყოფია, ჰაერის უკანასკნელი მბრძანებელი ავატარი გახლავთ, რომელიც Netflix-ზე 2024 წლის 22 თებერვალს გამოვიდა. ქართველი ანიმატორი, კომპიუტერული გრაფიკისა და ვიზუალური ეფექტების ოსკაროსანი სპეციალისტი უკვე 30 წელზე მეტია ამერიკაში ცხოვრობს. ყავს მეუღლე და 3 შვილი. ამბობს, რომ ჰოლივუდში ისევე როგორც ყველგან იოლად არაფერი გამოდის. ნებისმიერი საქმე უდიდეს შრომას მოითხოვს. წლების შემდეგ, როდესაც ნელ-ნელა საკუთარი საქმის პროფესიონალი ხდები, ყველაფერი თითქოს იოლი გეჩვენება და შეთავაზებაზე იღებ. მაგრამ წარმატების საიდუმლო თავაუღებელი სწავლა და პატარ-პატარა ნაბიჯებით წინსვლა.